ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის მებრძოლები არიან. იმისთვის რომ ამ ჯარისკაცების საბრძოლო მოტივაცია და შემართება შეიგრძნო, საკმარისია ერთ ჩვეულებრივ საწვრთნელო გარბენას დაესწრო. ეს სამხედრო ყიჟინა პატრიოტულ სულისკვეთებას განსაკუთრებით ამზადებს. აი ასეთია მეოთხე ბრიგადა მოქმედებაში. ეს ჯარისკაცების მომზადების განუყოფელი ნაწილია. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში დასახლებულ პუნქტში. ერთ-ერთ ნაგებობაში გამაგრებული მოწინააღმდეგის განადგურებისა და მძევლად აყვანის ოპერაციას თვალს უწყების ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია ადევნებს. სანამ ერთი დანაყოფი უშუალოდ შენობაში იმყოფება, დანარჩენები მათ გარედან აზღვევენ. ნატოს სტანდარტების მიხედვით ოპერაცია მინიმალური დანაკარგებით უნდა ჩაიაროს. ეს არის ახალი სტილის თვითნები ბოლო პერიოდების, რომელიც ნიშნავს როგორც ქალაქში ბრძოლებს, ანუ ქალაქის თავდაცვას, ქალაქის შეტევას, დასახლებულ პუნქტზე, სოფელ ჯარისკაცებს. მომნიარეთ და რუსული ტაქტიკა სრულებით სხვა რამეა, თუნდაც შეუძლია ნებისმიერ ქალაქს და უბრალოდ დაბომბოს და ეგ არის მთელი. თანამედროვე ნატოს ხედვებით ეს არის მინიმალური მსხვერპლი სამოქალაქოებში და შესაბამისად მაქსიმალური ეფექტის მიღწევა. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის ახალი სტილი, რომელსაც ახლა ჩვენები ინტენსიურად ყველა დანაყოფი დროულად მზადება. ინტენსიური მზადება საბრძოლო პირობებში თანამედროვე ქართველი ჯარისკაცის წვრთნის მხოლოდ ერთი ნაწილია.